მოყვასის სიყვარულის შესახებ. ღვთისა და მოყვასის სიყვარული ეს განუყოფელი წყვილია. მოყვასის სიყვარული ავითარებს ღვთისადმი სიყვარულს. ჩვენ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა ვეძიებდეთ, სიყვარულს, ღვთისმსახურებასა და მოყვასის სიყვარულს. ყველანი ერთნი ვიყოთ, თავი კი ქრისტე. მხოლოდ ასე მოვიპოვებთ მადლს, ზეცას, მარადიულ ცხოვრებას. მოყვასის სიყვარული ავითარებს ღვთის სიყვარულს. ბედნიერები ვიქნებით, როდესაც ყველა ადამიანს საიდუმლოდ შევიყვარებთ. მაშინ მიგრძნობთ, რომ ყველას ვუყვარვართ. არავის ძალუძს ღმერთამდე მისვლა, თუ ჯერ ადამიანებს არ შეიყვარებს. იმიტომ რომ რომელსა არა უყვარდეს ძმაითვისი, რომელი იხილა, ღმერთი რომელი არა უხილავს, ვითარ ძალუძს შეყვარებად. ვიყვარდეს ყველა, თავი გავწიროთ ყველასთვის უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის გარეშე. მაშინ წონასწორდება ადამიანი. სიყვარული, რომელიც სამაგიეროს ითხოვს, ანგარებიანია. არ არის ჭეშმარიტი, წმინდა, ან კარა. ყველა გიყვარდეთ და ყველას თანაუგრძნეთ. და თუ ევნებინ რაი ერთსა ასოსა, მისთანა ელმი ყოველთა ასოთა. თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი. ეკლესია ნიშნავს მე, შენ, ის, ყველანი გრძნობდეთ, რომ ვართ ქრისტეს სხეულის წევრები, რომ ერთნი ვართ. თავის მოყვარეობა ეგოიზმია. ნუ მოვითხოვთ, მე ვიყო კარგად, მე უნდა მოვხვდე სამოთხეში. არამედ ყველას მიმართ სიყვარულს გრძნობდეთ. გაიგეთ, ამას ქვია სიმდაბლე. ამრიგად, თუ კი ერთობით ვიცხოვრებთ, ნეტარნი ვიქნებით, სამოთხეში ვიცხოვრებთ. ყოველი ჩვენს გვერდით მყოფი, ყოველი ჩვენი მოყვასი არის ხორცი ხორცთა ჩვენთაგანი. განა შეიძლება გულგრილად მოვეკიდო მას, შეიძლება გავამწარო ან მოვიძულო იგი. ეს არის ჩვენი ეკლესიის უდიდესი საიდუმლო. გავხდეთ ყველანი ერთნი ღმერთში. თუ ამას გავაკეთებთ, ღვთისანი ვიქნებით. ამ ერთობაზე უკეთესი არაფერია. ეს არის ეკლესია. ეს არის მართლმადიდებლობა. ეს არის სამოთხე. მოდი წავიკითხოთ იოანე მახარებლისაგან სამღვდელმთავრო ლოცვა. ყურადღება მიაქციეთ სტრიქონებს, რაითა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩვენ, რაითა ყოველნი ერთი იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემ დამო და მე შენ დამი. რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ. რაითა იყვნენ სრულ ერთობითა, რაითა სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემთანა იყვნენ. ხედავთ, ამბობს ამას და კვლავ იმეორებს. ხას უსვამს ერთობას. ვიყოთ ყველანი ერთნი, ხოლო ქრისტე თავი. როგორც ქრისტეა ერთი მამასთან. აქ იმალება ჩვენი ეკლესიის საიდუმლოს უდიდესი სიღრმე. არც ერთი სხვა რელიგია არ ამბობს მსგავს რამეს. არავინ ეძებს ამ სიფაქიზეს, რომელსაც ითხოვს ქრისტე. გავხდეთ ყველანი ერთნი ქრისტეში. ამაშია სავსება, ამ ქრისტეს მიერ ერთობასა და სიყვარულში. არავითარი განხეთქილება აქ ვერ თავსდება. არავითარი შიში. არც სიკვდილი, არც ეშმაკი, არც სატანჯველი. მხოლოდ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, ღვთისადმი მსახურება. მაშინ შენც შეგიძლია თქვა მსგავსად პავლე მოციქულისა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. ძალიან ადვილად შეგვიძლია ამის მიღწევა. საჭიროა კეთილი არჩევანი და ღმერთი მზადაა, რომ ჩვენში შემოვიდეს. აჰა ესე რა ვდგა კარსაზე და ვრეკ და ყოველსავე ახალ ვყოფ. როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია. მაშინ გარდა იქმნება ჩვენი აზრები, თავისუფლდება ბოროტებისაგან, ხდება უფრო კარგი, უფრო წმინდა, უფრო გამჭრიახი. ხოლო თუ ჩვენ არ გავუღებთ კარს, თუ არ გვექნება ის, რასაც უფალი ითხოვს, თუ არ ვიქნებით მისი ღირსნი, ის არ შემოვა ჩვენს გულში. მაგრამ იმისათვის, რომ მისი ღირსნი გავხდეთ, უნდა მოვაკვდინოთ ძველი კაცი, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ. მაშინ ვიცხოვრებთ ქრისტეში მთელი ეკლესიის სხეულთან შეერთებულნი. ასე მოვა ღვთის მადლი და თუ მადლი მოვა, ყველაფერს გვიბოძებს. ერთხელ წმინდა მთაზე რაღაც დავინახე, რაც ძალიან მომეწონა. ნავში მონაზვნები იყვნენ და ხელში სხვადასხვა საეკლესიო ნივთები ეჭირათ. თითოეული მათგანი წარმოშობით სხვადასხვა ადგილიდან იყო.
თუმცა ისინი ამბობდნენ, ეს არის ჩვენი და არა ჩემი. დაე ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს. სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია. შვილებო, ის რაზეც ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ, არის მოყვასის სიყვარული, მისი სული. რასაც ვაკეთებთ, ლოცვა, რჩევა, მითითება, გავაკეთოთ სიყვარულით. სიყვარულის გარეშე ლოცვას სარგებელი არ მოაქვს. რჩევა გულს სტკენს, მითითება მავნებელია და ღუპავს მოყვას, რომელიც გრძნობს, გვიყვარს თუ არა ის და მოქმედებს ამის შესაბამისად. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული. მოძმის სიყვარული გვამზადებს, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ქრისტე. განასაოცარი არაა? დაე ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს, განურჩევლად მათი ჩვენდამი დამოკიდებულებისა. როდესაც ჩვენში ღვთის მადლი შემოვა, იმას კი აღარ გამოვიძიებთ, ვუყვარვართ თუ არა სხვებს, გვესაუბრებიან თუ არა თავაზიანად, არამედ ვიგრძნობთ საჭიროებას, რომ ჩვენ გვიყვარდეს ყველა. ეგოიზმია, როდესაც გსურს, რომ სხვები თავაზიანად გვესაუბრონ. დაენოდვა გვამწუხრებს ამის საპირისპირო. ვაცალოთ სხვებს, გვესაუბრონ ისე, როგორც ამას გრძნობენ. ნუ მოვითხოვთ სხვებისაგან სიყვარულს. ვესწრაფოთ იმას, რომ გვიყვარდეს სხვები და მთელი გულით ვლოცულობდეთ მათთვის. მაშინ დავინახავთ, რომ ყველა შეგვიყვარებს. ჩვენი მხრიდან რაიმე მისწრაფებისა და მოთხოვნის გარეშე. შეგვიყვარებენ გულწრფელად და თავისუფლად. მთელი გულით, ყოველგვარი იძულების გარეშე. როცა სხვები გვიყვარს, არ ვესწრაფვით რა მათგან სიყვარულის მიღებას, მაინც ყველა ფუტკრებივით ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბება. ეს ყველა ჩვენთაგანს ძალუძს. თუ შენი მოყვასი გაწუხებს, გღლის, შენ ასე იფიქრე. ახლა მე თვალი, ხელი, ფეხი მტკივა და მთელი ჩემი სიყვარულით უნდა ვუმკურნალო ამას. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ საზღაურს მივიღებთ ამ ვითომ სიკეთისათვის, არც ის, რომ დავისჯებით, თუ სიკეთეს არ გავაკეთებთ. ჭეშმარიტებას მაშინ შეიცნობ, როცა ქრისტეს მიერი სიყვარულით გეყვარება სხვები. მაშინ აღარ მოითხოვ, რომ სხვებმა შეგიყვარონ, რადგან ეს ცუდია. მართებული ის არის, როცა შენ გიყვარს და შენ გასცემ სიყვარულს. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება. ღმერთს ეს სურს, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ყოველთა კაცთა იჰნება ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი. ნუ რაიმცა ვისი თანა გვაც, გარნა ურთიერთას სიყვარული. როდესაც ვინმე უსამართლოდ გვეპყრობა, ცილს გვწამებს, შეურაც ვყოფს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის ჩვენი ძმაა, რომელიც ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა. ბოროტის მსხვერპლი გახდა. ამიტომ უნდა თანავუგრძნოთ მას და ვევედროთ ღმერთს, რომ შეგვიწყალოს ჩვენც და ისიც. და ღმერთი ორივეს დაეხმარება. ხოლო თუ მასზე განვრისდებით, მაშინ ბოროტი ჩვენზე გადმოინაცვლებს და ორივეს მასხრა დაგვიგდებს. ვინც სხვას განიკითხავს, მას არ უყვარს ქრისტე. ეს ეგოიზმის ბრალია. აქედან იწყება განკითხვა. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით. დაუშვათ კაცი მარტოა უდაბნოში. ირგვლივ სხვა არავინაა. უეცრად შორიდან ესმის, რომ ვიღაც ტირის და ყვირის. მიუახლოვდა და ხედავს საშინელ სანახაობას. ვეფხს კაცი ჰყავს დაჭერილი და გაშმაგებით ლამობს მის დაგლეჯას. ის კი უიმედობაში მყოფი დახმარებას ითხოვს, რადგან სულ ცოტაც და ვეფხვი ნაკუწებად აქცევს. რა ქნას, რით დაეხმაროს მას? მასთან მიირბინოს? კი, მაგრამ როგორ? ეს შეუძლებელია. დაუძახოს, მაგრამ ვის? ირგვლივ არავინაა. იქნებ ქვა აიღოს და კაცს ესროლოს, რომ ბოლო მოუღოს? რა თქმა უნდა არა, ვიტყვით ჩვენ. თუმცა შეიძლება ესეც გავაკეთოთ. როცა არ გვესმის, რომ მოყვასი, რომელიც ჩვენ უხეშად გვექცევა, ეშმაკისგან, ანუ ვეფხვისგან იძლევა. ჩვენ მხედველობიდან გვრჩება, რომ როდესაც უსიყვარულოდ ვეპყრობით ძმას, იგივეა, რომ მას ჭრილობებზე ქვები დავუშინოთ. ამგვარად ძალიან ცუდად ვექცევით მას და მაშინ ვეფხვი ჩვენ გვესხმის თავს და ჩვენც იგივე ან უფრო უარესიც გვემართება. მას სად არის ჩვენი სიყვარული, რომელიც მოყვასის მიმართ და მით უფრო ღვთის მიმართ უნდა გქონდეს. შევიგრძნოთ მოყვასის ბოროტება, როგორც სნეულება, რომელიც მას ტანჯავს, გვემს და
რომლისაგანაც თავს ვერ აღწევს. ამიტომ თანაგრძნობით შევხედოთ ჩვენს ძმებს, კეთილშობილურად მოვეპყროთ მათ და უბრალოებით ვთქვათ გულში: უფალო იესო ქრისტე, რათა ღვთისმადლით გაძლიერდეს ჩვენი სული და არავინ განვიკითხოთ. ყველას როგორც წმინდანებს ისე შევხედოთ. ყველა ჩვენგვანი იმავე ძველ კაცს ვატარებთ ჩვენში. მოყვასი ვინც არ უნდა იყოს ის, არის ხორცი ხორცთა ჩვენთაგანი. ეს ჩვენი ძმა და ნურაიმცა ვისი თანაგვაც გარნა ურთიერთას სიყვარული, თანახმად პავლე მოციქულისა. არასდროს არ შეიძლება სხვისი დადანაშაულება, რადგან არავინ სადა თავითვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ფუფუნებენ მას. როდესაც ვინმეს რაიმე ვნება აქვს, ვეცადოთ რომ სიყვარულისა და შემწყნარებლობის სხივებით გავათბოთ ის, რათა განიკურნოს და გათავისუფლდეს. ეს მხოლოდ ღვთისმადლით არის შესაძლებელი. იფიქრეთ, რომ ის თქვენზე მეტად იტანჯება. ზოგად საცხოვრებელში, როცა ვინმე დააშავებს, ნუ ვეტყვით, რომ დამნაშავეა. ყველაფერს ყურადღებით, პატივისცემით და ლოცვით მიუდგეთ. ჩვენ ვეცადოთ, რომ ცუდი არავის გავუკეთოთ. როდესაც ძმის შეპასუხებას ვითმენთ, მოწამეობად შეგვერაცხება. სიხარულით გავაკეთოთ ეს. ქრისტიანი არის კეთილშობილი. გვერჩინოს, რომ სხვა მოგვექცეს უსამართლოდ. როცა ჩვენში სიკეთე, სიყვარული შემოდის, გვაუწყდება ბოროტება, რომელსაც სხვები გვიკეთებენ. ამაშია დამალული საიდუმლოს გასაღები. როდესაც ბოროტება შორიდან მოდის, არ ძალგვიც მისგან თავის დაღწევა, მაგრამ ოსტატობაც იმაშია, რომ უგულებელყოთ ის. ღვთისმადლით, თუმცა კი დაინახავთ ბოროტებას, ვერ მოახდენს თქვენზე გავლენას, რადგან მადლით იქნებით სავსე. სადაც ღვთის სულია, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა. იქ ადამიანი ყველაფერში სხვებს ამართლებს, ყველაფერში. რა ვთქვით? ქრისტე აწვიმებს მართალთა ზედა და ცრუთა. მე შენ გადანაშაულებ, თუნდაც რომ მეუბნებოდე, რომ ესა და ეს არის დამნაშავე. საბოლოოდ კი გეუბნები რა ამას, რაღაცაში დამნაშავე ხარ და აღმოაჩენ ამას. ასეთი განსჯა იქონიეთ თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერს ჩაუღრმავდით და ნუ შეხედავთ ზედაპირულად. თუ ქრისტესთან არ მივალთ, თუ არ მოვითმენთ, როდესაც უსამართლოდ გვევნება, გამუდმებით დავიტანჯებით. საიდუმლო იმაშია, რომ ადამიანი ამა თუ იმ მდგომარეობას სულიერად დაუპირისპირდეს. რაღაც მსგავს წერს წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. მოვალენი ვართ, რომ ყველა მორწმუნეს უყურებდეთ როგორც ერთს და ვფიქრობდეთ, რომ თითოეულ მათგანში ქრისტეა და ისეთი სიყვარული გქონდეს თითოეული მათგანის მიმართ, რომ მზად ვიყოთ მათთვის სიცოცხლეც კი გავწიროთ, რადგან მოვალენი ვართ, არც ერთ ადამიანზე არ ვთქვათ ბოროტი, არც მიგვაჩნდეს ბოროტად, არამედ ყველას როგორც კარგებს ისევ ხედავდეთ და თუ დაინახავ რომელიმე ძმას ვნებების გავლენის ქვეშ, ძმას კი ნუ მოიძულებ, არამედ ის ვნებები გძულდეს, რომლებიც მას ებრძვის. და თუ დაინახავ, რომ სურვილისაგან და წინანდელი ცოდვილი ჩვევებისაგან იძლევა, უფრო მეტად შეიბრალე იგი, რომ შენც არ განგცადოს განსასდელმა, რამა თუ შენც ხორცი გმოსია, რომელიც ადვილად მიიდრიკება კეთილისაგან ბოროტისაკენ. მოყვასის მიმართ სიყვარული გამზადებს, რომ უფრო მეტად შეიყვარო ღმერთი. ამრიგად ღვთის სიყვარულის საიდუმლო მოყვასის სიყვარულია, რადგან თუ შენი ძმა არ გიყვარს, რომელსაც ხედავ, როგორ შეგიძლია შეიყვარო ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ, რამ თუ რომელსა არა უყვარდეს ძმა ითვისი, რომელი იხილა, ღმერთი რომელი არა უხილავს, ვით არ ძალუც შეყვარებად. ვიღვაწოთ, რომ სხვებსაც გადავცეთ ჩვენი კეთილი განწყობა. ვიქონიოთ სიყვარული, სიმშვიდე, მშვიდობა. ასე ვეხმარებით ჩვენს მოყვას, როდესაც მას ბოროტება ეუფლება. პირადი მაგალითი საიდუმლო დასხივებს, არა მარტო მაშინ, როცა ძმა ჩვენს გვერდითაა, არამედ მაშინაც, როცა არ არის. ვიღვაწოთ, რომ სხვებსაც გადავცეთ ჩვენი კეთილი განწყობა, მაშინაც კი, როცა სხვისი ცხოვრების შესახებ აუგს ვამბობთ. ის ამას ხვდება და ამით ზურგს ვაქცევთ მას. ხოლო თუ მოწყალენი ვიქნებით და მივუტევთ ძმას, ეს მასზე გავლენას ახდენს. ისე, როგორც ბოროტება ახდენს მასზე გავლენას, თუნდაც ის ვერ გვხედავდეს. ნუ აღშფოთდებით მკრეხელებზე,
უღმერთოებზე, მდევნელებზე და ასე შემდეგ. აღშფოთება ცუდია, მათი სიტყვები, მათი ბოროტება მოვიძულოთ, ხოლო ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, ნუ მოვიძულებთ, ნუც აღშფოთდებით მის წინააღმდეგ. ვილოცოთ მისთვის. ქრისტიანს აქვს სიყვარული და კეთილშობილება და ამის შესაბამისად მოქმედებს. როგორც მოსაგრე, მიუხედავად იმისა, რომ მას ვერავინ ხედავს, შეეწევა სოფელს, რადგან მისი ლოცვის ტალღების სხვებზე გავლენას ახდენს და სული წმინდას განავრცობს ხალხში. თქვენც ასევე აფრქვიეთ თქვენი სიყვარული. არა საზღაურის მოლოდინში, არამედ სიყვარულით, მოთმინებით, ღიმილით. სიყვარული წმინდა უნდა იყოს და მხოლოდ ღვთის სიყვარულია წმინდა. იმ ადამიანისადმი, რომელიც სირთულეებს გვიქმნის და გვაწუხებს, სათუთად უნდა გამოვიჩინოთ სიყვარული, რათა იგი ვერ მიხვდეს, რომ ვცდილობთ მის შეყვარებას და გარეგნულად თავს ძალიან ნუ გამოვიჩენთ, რადგან ამით მასში წინააღმდეგობას ვიწვევთ. მდუმარება ყოველგვარი ბოროტებისაგან გვიხსნის. ენის მოთოკვა დიდი რამაა. მდუმარება ერთგვარი საიდუმლო გზით ასხივოსნებს მოყვას. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთი მონაზონი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ მონასტერში წესრიგი ყოფილიყო, აღშფოთებული ეუბნებოდა თავის მოძღვარს. ესა და ეს მონაზონი თავისი სირთულეებით და თავისი ხასიათით აურზაურს იწვევს, აღარ შეგვიძლია მისი ატანა. მოძღვარმა კი უპასუხა: შენ მასზე უარესი ხარ. მონაზონს თავიდან გაუკვირდა და შეეწინააღმდეგა მოძღვარს, მაგრამ მისი ახსნა განმარტების შემდეგ ყველაფერს მიხვდა და დიდად კმაყოფილი დარჩა. მოძღვარმა მას უთხრა: მაშინ, როცა მასზე ბოროტი სული ბატონობს და უწესოდ იქცევა, ეს სული ბატონობს შენზეც. გგონია რა, თითქოს მასზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ და ორივეს სასაცილოდ გიგდებთ. ის მონაზონი უნებლიეთ იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ შენც, შენი წინააღმდეგობით და სიყვარულის ნაკლებობით, იმავეს აკეთებ. ამგვარად ვერც მისთვის მოგაქვს სარგებელი და საკუთარ თავსაც ვნებ.